წინა კვირას ჰედლაინების რუბრიკაში გაგაცანით დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი. ამ კვირას კი მისი მოპაექრე თამაზ მეჭიაური. დღეს კი გაჩვენებ თუ რა ქიმიური რეაქცია ხდება, როცა ამ ორ ელემენტს ერთ სივრცეში მოათავსებ. ოდნავი წინარე ისტორია. მეჭიაური კენც იყრიდა 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებში თიანეთის რაიონის გამგებლობის თანამდებობისთვის დამოუკიდებელ კანდიდატად. არჩევნების დღეს 22 ოქტომბერს ჯერ გაავრცელდა ამბავი, რომ მეჭიაურმა არჩევნები 7 ხმით მოიგო. შემდეგ 1 ხმით. თუმცა იმავე ღამეს დაიდო ინფორმაცია, რომ საარჩევნო კომისიამ 5 მანამდე ბათილად ცნობილი ცარიელი ბიულეტენი ვალიდურად მიიჩნია, რის გამოც ოცნების კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი 4 ხმით იგებდა. მეჭიაურმა ჯერ სასამართლოში გაასაჩივრა კომისიის გადაწყვეტილება. 2 დღეში კი განაცხადა, არჩევნები ზაქარია ქუცნაშვილმა გამიყალბაო. ამ ბრალდების დღესვე საღამოს ქუცნაშვილი და მეჭიაური რუსთავი 2-ში გადაცემა არჩევანში მივიდნენ და გრანდიოზული ბეთლი გამართეს. ამისი ხილვის გამოცდილებას მე სიტყვიერი პერიფრაზებით არ გაგიფუჭებთ, ამიტომაც ვიდეო. 2012 წელს, როცა ბატონი ბიძინა გამოჩნდა 2011 წელს ასპარეზზე, პოლიტიკურ ასპარეზზე, თამაზ მეჭიაური იყო ჭაბუ ამირეჯიბის შვილის პარტია. ეს იყო მე-6 პარტია, რომლის წევრი ბრძანდებოდა, სახლში გალოთებული იჯდა, დღე და ღამე სვამდა, მეტი არაფერს არ აკეთებდა. კი ბატონო, კეიფიც მიყვარს და კაპოძეც მიკეიფია. დადიოდა და დაჭვარაობდა, რომ კაპოძე მოკეიფეების დრო წავიდა. ეკურდღელი რაღაცა მთიელობას რო იბრალე, რიზი მთიელია წარაკუა. მე ვთხოვე, პირადად ვთხოვე, რომ ეს გარემოებები გვერდზე გადაგვიწევ და ადამიანისთვის შანსი მიგვეცა. რატო? თამაზ მეჭიაურის მამა და დედა ჩემის დედა იყვნენ ალალი დაძმანი. ზოროთახიან ხრუშოვკიდან წამოვიყვარე, მაგაკი არ მიმიყვარე, მე მივიყვანე პარლამენტში. მათ ძალიან კორუმპირებული ჩინოვნიკის იმიჯი ჰქონდა, შემოსავლების სამსახური, მაშინ საქართველოს ინსპექტორები იყო ძალიან კორუმპირებული სისტემა და ამ კორუფციული სისტემის ერთ-ერთი მონაწილე იყო. როდესაც მე რომ გავხდი პირველად პარლამენტარი, ეგ ყავდა აი ქაღალდების დამტარებლად იმაში, საოლქო კომისიაში. სამწუხაროდ ეს ჩემი ნათესავია, ბიძინა იმაშვილის ნათესავი კი არ არის, ჩემი ნათესავია. ფუილა დაარქვეს მაგას იმის გამო რომ შემოიპარება და გაიპარება ხოლმე. მხოლოდ იმის გამო რომ თქვენ ნათესავია და თქვენ ვალდებულად თვლიდით ნათესავის წინაშე რომ მას დახმარებოდით, კორუმპირებული, გალოთებული, არაკომპეტენტური ადამიანი, როგორც თქვენ მას ახასიათებთ, შეიყვანეთ პარლამენტში. ვინ უფრო დამნაშავე გამოდის სახელმწიფოს წინაშე? თამაზ მეჭიაური თუ თქვენ? მე დავარქმევდი რომ თქვენი შენიშვნა ნაწილობრივ საფუძვლიანია. ეს შეცდომა მე დავუშვი. დიახაც, ეს შეცდომა მე დავუშვი. აი ეს არის ეს კაცუნა და კიდევ დადის და ხებზე ლაპარაკობს. ერთხელ დავიჭერდა ამას, ავანგრევ ამ ცხვირფის მაგას. გელა ხედელიძე ცოცხალია, ღმერთმა კარგად ამყოფობს, მამუ კარიცე ცოცხალია, ნოდარდადა ცოცხალია, გათუ უსუფაშვილი ცოცხალია და ღმერთმა კარგად ამყოფოს. გელა ხედელიძე ცოცხალია, მამუ კარიცე ღმერთმა კარგად ამყოფოს, ღმერთმა კარგად ამყოფოს, ცოცხლები არის. ჩვენ ძალიან გვინდოდა ეს სიურეალისტური ეთერი შეგვეხსენებინა. ამ განაცემის მეორე დღეს, ანუ 25 ოქტომბერს სასამართლოს საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გააუქმა თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური გახდა. გამარჯვებით გახარებულმა მეჭიაურმა ჯერის განაცხადა დავაყენებ საკითხს, რომ ქუცნაშვილი პარლამენტიდანაც გამოაპანღურონო და ქუცნაშვილმა ერთადერთი ის სიმართლე თქვა, რომ ისინი ცოცხლები არიან. თუმცა ესეც არ იკმარა მეჭიაურმა თავის მხარდაჭერებთან ერთად გამარჯვების აღსანიშნავად კაპოტზე იქეიფა. ამაზე ბეთლი დროებით შეჩერდა, თუმცა გაგრძელება მოულოდნელად 2019 წლის 4 იანვარს პოვა, როცა ქუცნაშვილმა თიანეთში მომხდარი მკვლელობა კაპოტზე KP-ის პროპაგანდას დააბრალა. ციტირებ ზაქარიას. დანაშაული ჩადენილია სიმთვრალეში, რაც ჩემთვის ძალიან საგანგაშოა. როცა მე გამოვდიოდი და საჯაროდ ვაკრიტიკებდი საჯარო სივრცეში ალკოჰოლური თრობის კამპანიას, ბევრი იუმორით ხვდებოდა ამას. მე მგონი ყველა დარწმუნდება სამწუხაროდ რა მძიმე შედეგები გამოიღო ამ მავნე ზეგავლენის ცხოვრების პროპაგანდირებამ, როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი მეჭიაური კაპოტზე KP-ით საჯარო დემონსტრირებს და მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე და ყველა მიცის, რომ ჯიბით ატარებს კონიაკს. მეჭიაურის პასუხმაც არ დააყოვნა, ბუნებრივია. ეს არსება მეჭექს ამბობს. არარაობა რომ არის გასაგებია, მაგრამ ამ დონის ნაძირავა თუ იყო არ მეგონა. ხალხი ჯერ არ დაუკრძალავთ, გამოძიება არ დამთავრებულა, კრიმინალისტები დღემდე მუშაობენ. კვლევების მიზეზი დადგენილი არ არის და ის უკვე ატარებს პრეს კონფერენციებს. ეგ ძალა შერლოკ ჰოლმსი. ვინ მისცა მაგას საერთოდ დიპლომი?
ამ ცურცლა ბიჭმა ვერ გაიგო. ციტირებთ მეჭიაურს. რომ ღორის წელი დაიწყო და არა მისნაირი პატარა ქუცუნიების. ანუ გოჭების ალბათ. აი ასეთი დაპირისპირების ამ ფაზაში ვართ მოსული ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე ვარ მიშა მშვილდაძე და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დაალაიქეთ ჩვენი გვერდი. თუ არ მოგეწონათ, მაინც დაალაიქეთ თქვენი რამე.